მე ვარ Eiffelთან და კრუასანს ვჭამ. და ჩემი მიზანია მოვინახულო რაც შეიძლება მეტი ქვეყანა YouTube მონეტიზაციით. უბრალოდ ერთი პრობლემა. ჩემი YouTube მონეტიზაცია არც ისე ბევრია. ჩვენი სრული ბიუჯეტი შეადგენს 847 ევროს, რომლის ნახევარზე მეტიც უკვე დახარჯული მაქვს, სანამ აქამდე მოვიდოდი. ამ ვიდეოში დავხარჯავ მხოლოდ იმ თანხას, რომელიც ბოლო 3 თვის მანძილზე YouTube-ით გამოვიმუშავე. ფრენა, სასტუმრო, კვება და სანახაობები ყველაფერი YouTube მონეტიზაციით ნაშოვნი ფულით. ამ სერიებიდან ერთი ვიდეო უკვე მიდევს, სადაც 3 ქვეყანა მოვინახულე, ხლა კი გეზი პარიზისკენ გვაქვს. მაგრამ ამ ვიდეოში მე მარტო არ ვიკნები და ჩვენი სტუმარია ბაბი. Yo, welcome to yours. Is baby. დავიდა ჯობია. ბლიანი ფეხი ანანოს არხზე. ჩვენს ვიდეოს რა თქმა უნდა თავისი წესები აქვს. ხარჯავ მხოლოდ იმ ფულს, რომელიც YouTube მონეტიზაციით შევაგროვე. როცა ფულს ზოგავ, ფული არ იზოგება. და ვიდეო დასრულდება მაშინ, როცა ეს ბიუჯეტი ამოგვეწურება. მაქსიმუმ პარიზში დავრჩე. უკეთეს ადგილას სადარჩები. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად უნდა მოვახერხო და ჩამოვიტანო მაგნიტი, რომლითაც შევსებ ჩემს მაცივარს. პარიზში სანამ ჩავალთ ერთი აკაური კრუასანი ხო უნდა ვიყიდოთ არა? ჩვენი კრუასანი 4 ნახევარი ღირს. რაში შემეძლო დამეხარჯა ეგ 4 ნახევარი? შემეძლო 4 ჯერ შევსულიყავი ტუალეტში და 50 წეთრი დამრჩემონა, ან მეყიდა ერთი კრუასანი. აბამ გადასწალა. პარიზი არც ისე ბიუჯეტური მიმართულებაა, ჩვენ ორი გზა ფრენა თავისი 20 კილოიანი ბარგით დაგვიჯდა 250 евро ჯამში. და რადგანაც ფრენა ქუთაისის აეროპორტიდან გვაქვს, ომნიბასის 2 ბილეთი ვიყიდე 36 ლარად, 50 ლარის ნაცვლად, რადგან ჩავი პარასკევის აქციით ვისარგებლე. ჩემი და ბაბის მოგზაურობა ოფიციალურად ამ მომენტიდან იწყება, თუმცა ეს მხოლოდ იუთუბერული კოლაბორაცია იქნება თუ მეგობრობისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი, ამას ბაბის არხზე იხილავთ. ჩავსხედით და ფრენა არის 5 საათიანი. აბა რას ვუყურებ გამოიწვია. სპოილერ ალერტ. ჩვენ ჩამოვედით პარიზის ბოვის აეროპორტში, რაც საკმაოდ შორსაა პარიზიდან, ამიტომ პირველ რიგში ავტობუსის ბილეთები ვიყიდეთ, რაც ერთი გზა დაჭდა 18 евро. ზოგადად, როცა ფულს ზოგავ, ფული არ იზოგება. პირიქით, უფრო მეტი გეხარჯება. ან დრო გეხარჯება, ან ნერვები, აუცილებლად რაღაც დაგეხარჯება მეტი. ბოვის აეროპორტიდან პარიზში კი მალევე ჩამოვედით, მაგრამ გაჩერება ჩვენი სასტუმროდაც საკმაოდ შორს იყო. მეტროთი 40 წუთის სავალზე, ამიტომ აქაც ბილეთის ყიდვა დაგჭირდა. ვიყიდეთ ერთკვირიანი ულიმიტო ბილეთი და ერთდღიანი ბილეთი, რაც ჯამში 41 евро დაგვიჭდა და თან ძალიან დავიღალეთ და ძალიან გავიყინეთ. პარიზის პასი ვიყიდეთ. ოღონ ამ პარიზ პასში ჩვენი ფოტოები უნდა ჩავაკრათ. ფოტო ჩავაკრათ, რას ქვიათ, წებო უნდა ვიყიდოთ და ეს გამოვჭრათ, ანუ მართლა ვერ მივხვდი რა იგულისხმება. მადლობა, კარგით იყოს ყველაფერი ასე. ქალაქში მოსახვედრად ამდენი დრაკონი არასდროს არ მომიკლავს. დილის 5-ზე გავიღვიძეთ. საღამოს 7-8 საათია. პარიზამდე კიდე 1 საათი დაგვრჩა. აი ძალიან ბევრი აეროპორტში ვარ ნაუყოფი, ახლა მოგიხსენებათ მე ძალიან ძნელად. არა, არსად არ მინახავს ისეთი, სადაც არ არის კაფე და არ იყიდება ყავა და რაღაცა წამლად რო გჭირდებოდეს რამე საჭმელი. არ ვიცი, ჩვენ გამოვედით ბანძი გამოსასვლელიდან თუ რა ხდება, მაგრამ ერთი ცალი რაღაცა ბუტკაც კი არ იდგა, რომ რამე გვეყიდა და ანუ მართლა დრაკონები ვართ. ორი პატარა დრაკონი მოძრაობს. ანუ იმდენად პატარა ლიფტია, რომ თუ წინ არ მიეწე არ იკეტება. სასტუმროში შესვლისთანავე ჯერ სხვის ოთახში შეგვიშვეს შეცდომით. შემდეგ მოგწეს ოთახი, რომელიც ძალიან პატარა და მახინჯი იყო. აი ამ სიმახინჯეს თქვენც ხედავთ ხო? ჩემგანია იყო უბრალოდ. და ბოლოს ბაბის თხოვნით კიდევ სხვა ოთახში გადაგვიყვანეს, რომელიც ბოლო აღმოჩნდება. ოკეი, აქ ჩანთას მოიც გავშლი. არა, ეს კაია. და რაც ყველაზე მთავარია, აი მაგიგოთ. სოროში რო ჩაგვიყვანა. ხანჯრები არ ქონდა. ხანსო. Oh my god, ბაბი დგას განათებით. ამ ოთახში ერთი ღამე ღირს 200 евро, მაგრამ რადგანაც ორი ვარ, 100 ევროს ვიხდით. დავათვალიერეთ ჩვენი ვრიენ და არ თუ ისე აღმოხმოვნებელი ოთახი. საწოლი, ტელეფონი, განათება. Yo! სარკე, საოცარი ნახატი, რომელიც თავისი ხელით დახატეს, რა თქმა უნდა. აქეთ გვაქვს ყავები, პატარა ტელევიზორი, უპაწეწინესი კარა და აბაზანა. და რაც მთავარია მეგობრებო, ხედი ეთერში. 200 ევროიანი ხედი. იქით ვინმე თუ ფანჯარა გადაწია. ეგრე წავასწრებ. ძალიან მშივრები ვართ და იმის მიუხედავად რომ საღამოს 8 საათია და წესით ეხა უნდა წვებოდე, გადავწყვეტეთ რომ აუცილებლად რაღაც ვჭამოთ, თორემ ჩვენი ხასიათი უფრო და უფრო იკლებს ვიდეოში და სანამ დავიწყე გინება, მანამდე ჯობია ვჭამო. ამ ბახშამში გადავიხადეთ ორივე 55 евро და 80 კაპიკი. საწოლის ტესტი არ გავუკეთებია. იო, თავბროდ ამეხვა. დილამშვიდობის ჩვენი პარიზული აპარტამენტებიდან. მოკლედ დღევანდელი გეგმა გახლავთ ის, რომ პირველ რიგში გადავრჩეთ და არ გავიყინოთ და მეორე რიგში ვნახოთ Eiffelis კოშკი. შევრჩებით აი ამ სასტუმროში. ხო და TikTok-ზე დავსერჩეთ ყველაზე viral და გემრიელი კრუასანები და Leclerc de Genie რაღაცა ესეთი ამოგვიგდო. წავედით ახლა უნდა ვჭამოთ კრუასან.
TikTok famous კაფეში მოვედით და ერთი სული მაქვს ამათი viral კრუასანები ვჭამა, რომელიც არის ყველაზე ლამაზი კრუასანები, რაც TikTok-ზე ვნახე ყოველ შემთხვევაში და ძალიან კარგი შეფასებები აქვს სხვათა შორის. ძალიან მაგარი ატმოსფერო აქვსო, ძალიან მაგარი სერვისიო და საუკეთესო კრუასანი ქალაქში, რაც კი პარიზში გავსინჯეო, ხო და მაღალი expectation-ებით ვარ წარდგენილი. ულამაზესი კრუასანები აქვს, ყავა და კრუასანი დაიჭდა 12 ევრო. ესეთი ლამაზი ფორმის მიუხედავად კრუასანებს საკმაოდ საშუალო დონის გემო აღმოაჩნდათ. ძალიან იმედები გაგვიცრუდა კრუასანზე და თან ბაბი პარიზში იმყოფება პირველად. ეს დღე უნდა იყოს დაუვიწყარი. შესაბამისად, მე მივხედავ ახშმის ამებს. პარიზში ყოფნის პირველი ოფიციალური დღის გეგმა, რა თქმა უნდა, ეიფელის კოშკის მონახულება, მაგრამ არა ჩვეულებრივად, არამედ განსაკუთრებულად და დასამახსოვრებლად. პიკნიკი ეიფელის კოშკის ფონზე, რისთვისაც ჯერ ჰემაში უნდა ვიშოპინგოთ. ესე იგი, ჩვენ მოვედით ჰემაში და უნდა გავაკეთო პიკნიკი ეიფელთან. ეს არის ადგილი, სადაც თითქოს ყველაფერია სახლისთვის, ხო და ეხლა და ლამაზად უნდა გავაწყოთ საპიკნიკი ადგილი. აი, რამე ესეც შეგვიძლია? რომელი ვიყიდოთ? რადგან საკმაოდ მწირი ბიუჯეტი გქონდა გათვლილი, არ გვინდოდა რომ ძირ დასაფენ ნაჭერში ძალიან დიდი დაღა გადაგვეხადა. და ლამის იმედიც გადავიწურეთ, მაგრამ ბოლოს ულამაზესი ვარსკვლავებიანი გადასაფარებელი ვნახეთ, რაც ზუსტად ის იყო, რასაც ამდენი ხანი ვეძებდით. ეხლა გამოვედით საპიკნიკეთ, გადასაფარებელი ვიყიდეთ პიკნიკისთვის. ეხლა დაგვრჩა სასმელი, საჭმელი და თუ გაგვიწვიმდა და ეგეც რომანტიკაა, პარიზში ყველაფერი რომანტიკაა. ჩემი აზრით გაგვიწვიმდა უკვე, მაგრამ არ ვიმჩნევთ. კრუასანების და რაღაცების დათრევა შეგვიძლია. ჩვენ გვინდა ყველი, ხილეულობა, სასმელი და რამე ტკვილი. მაღაზიაში ყველაზე იაფი იქნება. აქეთ გვაქვს ყველი. აუ, ნახე, გაშლილი სუფრა უკვე. საპიკნიკია პირდაპირ. ცოტა გემრიელობებით და გამზადებულებიც ავიღოთ. ეს გინდა პონი შოკოლა. მგონია რომ კრუასანი უნდა ავიღოთ. ეს შენც თუ გშურთ და გინდა კრუასანის ჭამა და დორბლიგდის სახლში. დალაიქ ეს ვიდეო და მე გამომიწერე. ამით შენ არაფერი, მაგრამ მე ყველაფერი. მადლობა. არგი, ახლა გავეწყოთ ჩვენი პიკნიკუ. ანუ პირველ რიგში კრუასან, ეს კრეკუშკები, ესა. Wow. It's a kind of like mistakes. ეს პიკნიკი არის დაახლოებით 30 ევრო და შეგვიძლია ნაკლებიც დაგხვარჯოდა, მაგრამ ჩემი აზრით ესეთ ხედებზე ღირს. ყველაზე სასიამოვნო არის ეს გამოცდილება პროცესი, რომ დავდიოდით მაღაზიებში, ვარჩევდით პიკნიკისთვის რა გვეყიდა, მერე მოვედით, მოვაგენით ამ კუთხეს, ლამაზი გადასაღები რა ყოფილიყო, გავშალეთ და როცა ამ ხელა ძალისხმევას დებ რაღაცაში უფრო გსიამოვნებს მე რა. ძალიან მშვენიერი დეითი გამოგვივიდა მგონი. ამიტომაც კი ხელი შეგვიწყო, ნახე, გაწვიმდა და გადაიღო მე. და დადგა ის მომენტიც, რომლისთვისაც მთელი დღე ვემზადებოდით. მოსაღამოვდა და ეიფელის კოშკმაც დაიწყო ბრჭყვიალი და არ აქვს მნიშვნელობა რამდენად უემოციო ადამიანი ბრძანდებით. ეს ხედი და ეს ბრჭყვიალი გულგრილს არავის დაგტოვებთ. ჩვენც პატარა ბავშვები ვით, გვიხარებდა ამ ყველაფრის ესე ახლოდან ყურება და ვფიქრობ პირველი დღე იმაზე მაგიურად დასრულდა, ვიდრე საერთოდ წარმოვიდგენდით. შვიდობის მეორე ოფიციალური დილა პარიზი და დღევანდელი დღის გეგმა არის კაფე პირველ რიგში და მეორე აუცილებლად უნდა მოვინახულოთ მონმარტი და მისი შემოგარენი. ბაბის აქვს მუღამი რომ კრუასანს ჩაკბეჭს, ყველაფერი ზედ უნდა ჩამოეფხვნას. Exactly. ჩვენ მოვედით ახლა Delta Coffee House რაღაც ფრანგულ სახელში. პარიზში წასვლის მთელი მუღამი ჩვენთვის ის იყო, რომ დილაობით შეგვიძლებოდა ლამაზ ქუჩებში სეირნობა და კაფეში ყავის დალევა. მიუხედავად მკაცრი ბიუჯეტისა ამ ვიდეოსთვის, საუზმეში დიდად ფული მაინც არ დამიზოგავს და 13.5 ევრო გადავიხადე ყავასა და რაღაც ღვეძელში. ბოლო 1 საათი აქ ვარ. ქალბატონი ბაბ მუშაობს, ძალიან დაკავებული ქალბატონები ვართ. მე ამ ადგილს დაუწერდი სამ ვარსკვლავს და ძალიან მიხარია, რომ კაციშვილს არ ესმის ჩემი ეს ლაპარაკი. რაც სუდებს ლაპარაკ მათზე მათ ზურგს უკან. ეხლა მივდივართ მონმარტზე, ცოტა ფეხით უნდა ვიაროთ, მერე მეტროთი უნდა ვიაროთ და იქ მივალთ საბაგირომდე, რომელსაც დამატებითი თანხა ჩვენგან არ ჭირდება, იმიტომ რომ ერთკვირიანი ბილეთი გვაქვს ნაყიდი პარიზის. ჩვენ უკვე ფუნიკულიორთან ვართ, რომელიც არის ალბათ 20 მეტრი სულ, მაგრამ ესეც გამოცდილება. ამ ძღოლმა კი გითხრა, რომ სხვა გაჩერება უკეთესიაო, მაგრამ ჩემი მუღამი იყო ფუნიკულიორზე ასვლა. ანუ ფასოა ჩვენი რა მიდის. ყველაზე კარგ ადგილას უნდა დავჯდე. წინ უყურო.
ულამაზესი ტაძარია და ეს ტაძარი მე მაქვს ნანახი ზის ჩასვლის დროს და მაგაზე ლამაზ სანახაობას ბევრჯერ ვერ ნახავთ ცხოვრებაში. რატომ ბლაც ყოველთვის როცა ამ ადგილზე ვფიქრობ, ნოსტალგიის შეგრძნება მიპყრობს. ამ ვიწრო ქუჩებში გავულიეთ ისეთ ხელოვანებს, როგორებიც იყვნენ პიკასო, მოდილიანი, ვან გოგი, რენუარი და ასე შემდეგ. ეგ კი არა, იმ კაფეში ყავაც კი დამილევია, რომელსაც ვან გოგი ძალიან ხშირად სტუმრობდა. საინტერესო ფაქტებს წაგიკითხავთ. ამ ტაძარს თურმე ქონია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზარი, რომლის დარეკვასაც 4 ადამიანი ჭირდება და არის 19 ტონა. და ასევე ტაძარში ლოცვა მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში. მონმარტზე მოვედით, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი აქსესუარები აქ იყიდება რა. ხო და დიდი შანსია, რომ ჩემი მაგნიტი აქ ვიყიდო და შემოდო ჩემ მაცივარს. ძალიან ვიყინები და იმის გამო რომ ბაბი უკან სახში არ წავიყვანო, გადავწყვიტე რომ წინდები ვიყიდო. თან აქაურია და ხარჯებში გვიწევს რომ გავიყვანოთ. რომელი ჯობია რომ ვიყიდო? ეს არ მომწონს. ეს არის ამოქარგული და რაღაცნაირად ძალიან მომწონს. ეს მომიჭერს. ამას ახატია რატატუიდან რემი. თავისი ბაგეტით რა და მე მგონი ამაზე პარიზულს ვერაფერს ვერ ვიყიდი. თან მე მივდივარ დისნეილენდში. ხო და გამგვადგება. შემდეგი ვიდეო ზუსტად რომ დისნეილენდის ვიდეო იქნება, რომლის ხარჯებიც ამ ვიდეოში არ გამიყვანია, მაგრამ აუცილებლად დაელოდეთ ძალიან საახალწლო და სახალისო გამროა. ახლა წავედით ჩაუჩოს, თორე გავიყინე. ეს აქსესუარი წესით ვიღაცით შეიძლება საჩუქრე ჩამიტანა, მაგრამ not today. რეიტუზი მაცვია, ორი ნასკი მაცვია. არ ვიცი. ახ ვიყინებით, okay? ამის მერე კიდევ ძალიან ბევრი ვიბოდიალეთ ღამემდე. ბაბიმ ბლოკნოტიც იყიდა, რომ მე შემავსებინოს მეგობრობის დღიური, რასაც მის უსაყვარლეს ვიდეოში ნახავთ და მე ვიყიდე ჩემი მაცივრის მაგნიტი თქო ვიტყოდი ჭკვიანი და წინდახედული ადამიანი რომ ვიყო, მაგრამ ვიდეოს ამ წესის შესრულება ისე მიჭირს ალბათ უმაგრიცად დაუბრუნდები საყლური. იმის მივხედავთ რომ მონმარტზე ვიყავით და ველაზე ლამაზი აქსესუარები მაინც იქ არის ხოლმე და თითქმის ყველაფერი მომეწონა. ჩემი სახელი ვერცერთმა მაგნიტმა ვერ დაიძახა. მაგნიტებს მე უნდა ვუყურო მე. ამიტომაც ამ სერიებში მე ჩამოვიტანე იმ მაგნიტებს, რომლებიც მართლა გულწრფელად მომწონს. მორიგი დღე პარიზიდან. უჰუ! ხეთ როგორი საახალწლო და საყვარელი ვარ. იმიტომ რომ დღევანდელი გეგმა არის საახალწლო მარკეტზე გასვლა და ახალი წლის მოყვანა ჩვენს გულებში. რაც შეეხება ჩვენი YouTube-ის მონეტიზაციის ბიუჯეტ. არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება, მაგრამ მე რა. ასევე ამ საახალწლოს თუ გინდათ რომ გული გამიხაროთ, ეს ვიდეო დაალაიქეთ. მე გამომიწერეთ და შუბლზე გაკოცებთ. აბა თქვენიც და ბაბიც მიაყოლეთ. მე გავიგე რაღაცებს ვინგებს ესე თავისთვის. არია ესე რაღაც. ჩვენ ამასობაში გეზი ავიღეთ გალერეა ლაფაეტისკენ. არ ვიცი სწორად გამოთქვამთ რა. სიბა, შეგვეშალა გზა, მე შემეშალა გზა. ეხლა წაგიკითხავთ საინტერესო ფაქტებს ამ გალერეის შესახებ. პირველ რიგში ყველაზე მეტად რაც მე გულს მიხარებს, აქ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშობაო ხე და არის ულამაზესი და ყოველ წელს თემატურად იცვლება. და შემდეგი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ იმის მიუხედავად, რომ მე-7 სართულზე ანუ ტერასაზე აქ უფასო ძალიან ლამაზი ხედებია, მე-6 სართულზე არის მინის იატაკი. შეგიძლია რომ ძალიან cool ფოტო გადაიღო. და ჩვენს ამ ლამაზი ფოტოების გადასაღებად ავიღეთ გეზი. მე არ ვიცი რამდენად გიყვართ ახალი წელი, მაგრამ ესეთი ლამაზი ნაძვის ხის ნახვის მერე ყველაზე გრინჩი ადამიანიც კი მოვიდო და ახალი წლის მუღამზე. ჩვენ შუშის ხიდის სანახავად მე-6 სართულზე კი ავედით, მაგრამ ის ვერ გავთვალეთ, რომ ჩვენსავით კიდევ უამრავ ადამიანს ენდომებოდა ფოტო ამ ულამაზეს ნაძვის ხესთან. ეს სურიგი ყოფილა რა სიზაღე, ეს ამდენი ხალხი რიგშია. იმდენად დიდი რიგია. არც კი გამივლია თავში აზრად აქ ჩადგომა. კი გირჩიეთ რომ თქვენ მოდით და თქვენ დადექით მეთქი, მაგრამ ალბათ პრიორიტეტების ამბავია. წავარმა ისევ კრუასანს მივაწვევი. იმის მიუხედავად, რომ სურათი არ გადაგვიღია ნაძვის ხესთან, მაინც ძალიან საახალწლო განწყობაზე დავდექით, ისე ლამაზად იყო მორთული ყველაფერი და თან ერთმანეთს პატარა საჩუქრებით ვუყიდეთ, რასაც ბაბის ვიდეოში ნახავთ. ახლა გადავწყვეტეთ რომ წავსულიყავით ტულიერსის ბაღებში, სადაც წესით არის საახალწლო ბაზროა და მე როგორ მიყვარს საახალწლო ბაზრობები კი იცით. ან არ იცით, რა ვიცი, საიდან იცით. წინა დღეების მიზანი თუ იყო მნიშვნელოვანი ადგილების ნახვა, დღევანდელი დღის მიზანი იყო, რომ საახალწლო განწყობაზე მოსულიყავით, ლამაზი გარემო დაგვეთვალიერებინა და სადმე ცხელი შოკოლადი გაგვესინჯა. ამიტომ მგონი ამ მიზანს გადასარევად მივყვებით. აქ ვასულამდე ბევრი არაფერი დამიგეგმა და ველოდი რომ მოვა მეთქი ცხელს ასმელს დავლე და რაღაცა პატარა საყვარელი ბაღი იქნება თქო და უდიდესი ატრაქციონებია ხალხის ყვირილი მესმის იქიდან ანუ ძალიან დიდ ადგილას გადაჭიმულია ჩვენი საახალწლო მარკეტით და ატრაქციონებით
ვეცდებით. ბაბიც დიდად არ უყვარს ატრაქციონებზე დაჯდომა და რაღაცას მოვიფიქრებთ, რომ ორივე გავერთოთ. ამ მოგზაურობის დროს შემომჩნიე, რომ ბაბის საყვარელი საქმიანობა ჩემი ცხოვრების გართულება და ნერვების მოშლაა და ასეთი დავალება მომცა. უნდა ამერჩიათ კბილეული, რომელიც ჩემი აზრით მას მოეწონებოდა. ნახოთ როგორ შეკვეთას მისცემს და რომელ კრეპებს ამიღებს. თუმცა ბაბის ტკბილულობა ჩემი ნერვების მოშლა უფროა ვიდრე შოკოლადიანი კრუასანები. ამიტომ სანამ ბაბისთვის გემრიელობებს ავარჩევდი, მანამდე ჩემი საკუთარი თავის დაპურება გადავწყვიტე. ძალიან ცივა და ცხელი შოკოლადით უნდა დავიწყოთ. Card. Thank you. ეს ცხელი შოკოლადი ღირდა 6 ევრო. ეხლა ნახოთ. ჟავია. ყვილი არ არის. ღვინო აქვს ცხელ შოკოლადს. Does it have wine? მოკლედ ახალი მომწეს. იმასო ალკოჰოლი აქვს მართალი ხარო, თვითონაც გასინჯავ. Okay, ეს კბილია. ამ ხუთგულიანი ცხელი შოკოლადით დავიწყოთ და მივალ სადღაც 10-მდე. სანამ ბაბის გავასინჯებ თავის კრეპებს, მანამდე მე ჩუროსები შევუკვეთე. ხო არ გადაო. აუ რა მაგარია. რა მაგარია, ცარიელი დიაბეტია, მაგრამ მაინც რა მაგარი ბევრი შაქარია გიზა ჩვენში რო დარჩეს. აუ ყავია. აუ ძალიან გემრიელია. I got the tear იმენა. 10-დან 10. უი 10 ევრო ღირდა. მე ჩემთვის ვიყიდე ჩუროსი და გადავწყვეტე ბაბის უყიდე კრეპები, ისე რომ უნდა მოიწონოს. მე კრეპები თხელი მიყვარს და ეს ცოტა სქელი არის და თხელი ვერ დაგიმზადე. შემოგულის ვარდო. ესე იგი დღის ბოლოს გვაქვს აქ 10 ევროიანი ჩუროსები და 10 ევროიანი კრეპები. ამ კრეპების ისტორია იხილეთ ჩემს ვიდეოში. შენ დაუწერე გულა. 10-დან 7. კაია, მაგრამ ცომიანია. მე აქამდე არ მიყიდია მაგნიტი. იმიტომ რომ ზარმაცი ადამიანი ვარ. ან დღეს, ან არაზროს. არ მოწონს და მონმარძე რო ნახა ულამაზესი მაგნიტები ისიც არ მომწონს და ეხა მაგარი ბანძობებია. აუ მონმარძე უნდა მეყიდა, მაგრამ გაყინული ვიყავი და არ ვიყიდე და ეხა დავრჩი ესე. ძალიან ცუდები. ამ ვიდეოს ერთადერთი მიზანია, რომ წავიდე ახალ ქვეყანაში და იქიდან ერთი მაგნიტი ჩამოვიტანო. პარიზში ყოფნის ბოლო დღესაც კი ამ ჩელენჯს უბრალოდ ვერ ვასრულებ. იქითკენ მივდივართ, რომ აღარც ბიუჯეტი გვაქვს და აღარც დრო. მე მინდა გკითხო, როგორ მოგეწონა ჩემთან კოლაბორაცია. გვენ ძალიან კაი კოლაბი გამოგვივიდა მეც ეგრე რა. მგონია. კომფორტული ადამიანები ვართ. ერთმანეთს გადაყბეში ვეხმარებით. რაღაცებში განსხვავებული გემოვნება და ინტერესები გვაქვს, მაგრამ ეგ ზუსტად მგონია, რომ საინტერესოს ხდის ჩვენს კოლაბორაციას, იმიტომ რომ რაღაც კლუბებივით ერთნაირად არ ვართ. თქვენ თუ მოგეწონათ ჩვენი დუო და თუ იხილავდით კიდე რომელიმე ქვეყანაში ჩვენს დუოს, ცინა მინდა YouTube-ით იმდენი მონეტიზაცია უნდა დავწერო, რომ მე შენც გამყოფინო. თვითონ პარიზი როგორ მოგეწონა? გავგიშდი. ალბათ ეს მოლოდინები რომ 0 მქონდა. გავგიშდი და გადავირი. ერთადერთი, რასაც უნანო, მონმარტზე ძალიან ლამაზი მაგნიტები რო იყო, იმავე დღეს მე უნდა მეყიდა. მე ვარ მე რო ეს დაემართებოდა, მაგრამ ჰა მე ვარ ადამიანი, რომელსაც სულ გონია, რომ აი უკეთესი იქნება, უკეთეს შეხვდები და ამ უკეთესის ძიებაში საუკეთესოსაც უკარგო. ხოდემლი ჩამოვიდა არ ჩანს. მე არ ვიყიდი მაგნიტ. თუ ეს მაგნიტი არ მომწონს. სახელს გუიანური წესია. ხო შეიძლებოდა რომ მომეხადავალი და მეყიდა და მეთქვა რომ დამთავრდა ჩვენი ვიდეო. პარიზში რო იყავი, უნდა მიაკრა. არა მე ვფიქრობ რომ უნდა ვიპოვო ისეთი მაგნიტი რომელიც მომეწონება ან დავბრუნდე. მთელი ცხოვრება უნდა ეძიოს მაგნიტი პარიზში, რომელიც აი იდეალური იქნება. პარიზში ყოფნის არათუ ბოლო დღეს, არამედ ბოლო საათებში გადავწყვეტე გავსულიყავი სასტუმროდან საკმაოდ შორს ნოტრდამისკენ და იქ მიპოვა ისეთი მაგნიტი, რომელიც გულწრფელად მომეწონებოდა. ვიღაცისთვის საერთოდ არ არის ჩელენჯი რომ მაგნიტი იყიდოს სახლისთვის რა, მაგრამ ჩემთვის არის წამება. ვერასდროს ვერ ვარჩევ მაგნიტებს და აი ამდენი მაგნიტიდან ეს კატა მომწონს ყველაზე მეტად, მაგრამ პარიზთან რა შუაშია? ეს დათუჩა მომეწონა ძალიან. თუმცა ძალიან ბევრი სიარულის დარჩევის შემდეგ მივაგენი ზუსტად ისეთ მაგნიტს, როგორც გონებაში მქონდა და როგორც მინდოდა. ვიყიდე. ოღონდ ლადე იფელთან და ნოტრდამთან არაფერ შუაში არ არის, მაგრამ რაც მართლა მომეწონა და პარიზულია, ის ვიყიდე და განახებთ ვიდეოს ბოლოში. დღის ბოლოს მონეტიზაციის ბოლო კაპიკები დავხარჯე ჩვენი მიზნის ასრულებაში. სახლში დავბრუნდი ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი, იმით რომ ჩემი პირველი YouTube კოლაბორაცია ასე ბედნიერად შედგა და ამ ვიდეოს ბოლოს ავალით 100,000 გამომწერზე. ამიტომ ამ წლიდან პირობას ვდებ, რომ უფრო მეტ და საინტერესო ვიდეოს გადავიღებ ჩემთვის და რა თქმა უნდა თქვენთვის.